მოდი აქედან დავიწყოთ ხო გადაღება. აი ორი ტყუპი ყავს ჩვენ. ნანკა და ბევრი ნუციკო ყავს ჩვენ. გამარჯობა უთხარით? გამარჯობა. ცნობთ ამა თქვენ? ვერაო, ვერავინ ვერ ცნობს. დედიკოც ვერ ცნობს, დედიკოსაც უჭი. დამისხიაბა. ნახე? მე კინის კაცი. ეიდბორდი. კინის კაცის ფორმა. როგორია ეს კინის კაცი? მიხარი? ესრის. წითელი ხელები არის, წითელი აქ შუაში წითელი რაღაც აქაც. და ესე რო გაიშვებს განაცდება ის წითელი რაღაც თეთრად და აბრინდება ზემო. ასე არა. ასე აბრინდება. სამშაბათის მენიუ ასეთია. ვერმიშელის ფაფა გრძით, ტოსტის პური, ხაჭოთი 20 გრამი და არაჟინი 10 გრამი, ხილის ჩაი. მერე წახემსებაზე ვაშლი 60 გრამი, სტაფილო 40 გრამი, ლობიოს წვნიანი, ჩაშუშული ხორცი კარტოფილის განირით, პური წყალი. საღამოს ალადები ქიშმიშით და მაწონი 150 გრამი. კომბოსტო აი საჭმელი თითქმის ყველაფერი მოსწონთ. ყველაფერს კარგად მიითვამენ. ეს იმის გულისთვის ვირუსი დადის და ძალიან ბევრი ბავშვებია და 40 საათი ბავშვი ყავს დღეს. სულ არის ასპაღანამდე. ეს ვისია. ამიჩი მასწავლებელი. ირემი ვისია ბავშვებო. აი, თვითონ აიგონ ერინა მასწავლებელი თვითონ. აი, ახეთება ავიგოთ. კარგად დავაკვირდეთ აბა. აი, დააკვირდეთ. სანდრომ გაიმარჯვა ბავშვებო. სანდრო. პირველი ადგილი სანდროს. ეხლა დავიწყოთ მეორე ადგილისთვის ვიბრძვით. გეგუტუნე. მეგუტუნებაო. ეს შენი ახალიყო. ჩემი ახალიყო მომეც. ერთი 1921 წელს გამოჩნდა ქალი, რომელმაც ითავა ბათუმში საბავშვო ბაღის დაარსება. ეს იყო პოლონელი ქალი, იულია კონსტანტინეს ასული, კუნჭულია ტრიჟაკოვსკაია. აღზრდელ ტატიანა ღლოდთან ერთად საბავშვო ბაღის გახსნა ღია ცის ქვეშ ზღვისპირა პარკში გადაწყვიტა 30-მდე ბავშვი მოიყვანა და გაშალა სასწავლო აღმზრდებითი მუშაობა. ხოლო პირველი მასწავლებელი ტატიანა სავილეს ასული ღლონტი 21 წლიდან იყო დამსახურებული მასწავლებელი ნომერ 1 საბავშვო ბაღში. ნომერ 1 საბავშვო ბაღი გაიხსნა 1921 წელს ღია ცის ქვეშ. ეს იყო პირველი საბავშვო ბაღი დასავლეთ საქართველოში, რომელიც დაკომპლექტებული იყო 6 ჯგუფად: 2 ქართული, 2 რუსული და 2 სომხური. საჩუქრებს ხატავს. ჩვენ ახალწელს ვის ველოდებით ნუცი? თოვლის პაპა საიდან მოდის? ლაპლანდიიდან მოდის. წამოვიდა ხო უკვე თოვლის პაპა. მოდი. თოვლის ბაბუქვია, კი. აბა რა უნდა მოგიტაროს ბარბი? ლოლი ბეიბი. ახან რა კარაბიან დიდ. მე ბაქუყვენას ვისხე. სახში.
ჩემი გოგოა და თეთრია. ჩემი თეთრია. 1930 წელს ნომერ პირველი საბავშვო ბაღი ოფიცერთა სახლის შენობიდან გადავიდა ამჟამინდელ საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში. 1931 წელს პირველ საბავშვო ბაღს მიეკუთვნა კრუპსკაის სახელი. 1932 წლიდან ესე იგი ეს ბაღი ალბათ იყო უნიკალური, რა ვიცი, მაშინ აჭარაში ფენა ბათუმის ინტელიგენცია იყო ცენტრში მოყრილი, ძირითადად ასე ცენტრში ცხოვრობდნენ და ეს ბაღიც ცენტრში იყო. მშობლებისთვის მოსახერხებელი იყო, მაშინ ხო არ იყო ტრანსპორტი და რაღაცა. ბაღი დაკომპლექტებული იყო საუკეთესო კადრებით. ესენი იყვნენ მარო ფარცხალაძე, ქეთევან თავბერიძე, დარეჯან ჩხაიძე, თამან რაქვიაშვილი, თინა საღარაძე. საბავშვო ბაღს ყავდა თავისი მხატვარი, რომელიც ჩვენ ხატვას გვასწავლიდა, ძერწვას და ხატვას ბავშვებს. ქარგვასაც გავდიოდით. გოგოები რო ქარგავდნენ, მულინე იყო, ასეთი ახლაც ასეთი ლამაზი ფერის ძაფია. და ჩვენც ბიჭებიც ქარგავდით. ქონდა მოწყობილობა ყველას თავისი და როგორც ბაღის გამგის შვილი სულ ცენტრში ვიყავი. აგერ მე ვარ, მე. ნახე, მატროსკა მაჩვია, მაინც ზღვის ქალაქი იყო და მატროსკა ითვლებოდა საპრანჭაო ტაცაცველად. ამ საბავშვო ბაღს ჰქონდა ეზო და ბაღი ჰქონდა ჩვენ და თითოეულ ჯგუფს ჰქონდა თავისი პატარა მოზომილი მიწა. იქ ბოსტანი, ყვავილები, ძირითადად ირგვლივ ყვავილი და აქეთ ბოსტანი და ესე იგი გამოდის რომ ამასაც გვასწავლიდნენ. ხეები ნახე რა დიდი ხეებია, თავთავისი ნაკვეთები. ეზო, ნახე ბავშვებს როგორი სათამაშოები გვაქვს. მაშვიდელ დროს ფეხის პედალის მანქანა ვისყავდა. საბავშვო ბაღში ჩვენ მქონდა პედალის მანქანები. ვერკინის მანქანა კიკინის მანქანა ბევრი მაქვს და კიდევ დაუწერებ თორის ბაბუს. სათამაშო იმის გამბეთის სათამაშო. საკიდო. მე ფეხბურთის ფორმები დავაბარი. ფეხბურთის ფორმები. და კიდევ სონიკი ვთხოვე. სონიკი. სონიკი ესე დარვის რაფაც. ეთორი ბაბუა დავხადე. აი ეს თვითონ ჩანთა ძალიან ძველია, ბურთები ძალიან ძველია. ყველანი რუდუნებით უფრთხილდებით. ჩემთვის ძალიან ძვირფასია, როგორც ყველა თანამშრომლისთვის. ასეთ მაგალითაც გამოვიყენე ბულვარში დამჭირდა. აი რამდენი გვაქვს, მაგრამ იმას ეხლა ის რომ ერთხელ წაიგო ბულვარში გაფუჭდება გადასაკრელი იქნება და ესენი, ხო, აგეს არაფერი არ მოუვა. ვაი. ეს ბადურა სახლიდან მაქვს მოდანილი და ჩაწყობილი მაგში. Thank you.
ეს არის დაწესებულება, სადაც აი ამ ასაკის ბავშვი 5 წლამდე სკოლაში შესვლამდე ასაკის ბავშვი უვითარდება ყველა ის უნარ-ჩვევა, უყალიბდება, რომელთაც ხელმძღვანელობს, ასე ვიტყოდი, არა მარტო ამ ასაკის პერიოდში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. აი აქ შეძენილი უნარ-ჩვევა იმდენად. უფრო მოტივირებულები არიან, ინდივიდუალურები არიან, შემოქმედებითები არიან და თანამშრომლობა ვისწავლეთ ჩვენს, დიდებმაც და ბავშვებმაც ერთმანეთთან. თაობის ბავშვები არ იყო ასეთი ცელქები. ნიჭერები იყვნენ ისინიც, რა თქმა უნდა, ძალიან ყველანაირად, მაგრამ ასეთი ცელქები არ იყვნენ. ეხლა უკვე ბევრია ისეთი ბავშვი, რომელიც მიყვე უნდა. დღეს ბავშვებს უნდა მიყვე. შენ ძალიანაც რო გინდოდეს, რომ მე მინდა ეს გავაკეთო, ვერ გააკეთე. მათ რაც უნდათ, ის უნდა აკეთო. მე მინდა და დამთავრდა. თუ მოусმენ, თვითონაც მოგისმენენ ბავშვები. თუ არ მოусმენ, არ მოგისმენენ. და რაც უნდათ, ის უნდა მიყვე და გააკეთებინო. უფრო ფაფა არ უყვართ დილით. ის გამონაკლისი არის, რომ არ უყვართ ფაფა. სარეცხში აქეთ. ახსოვს ვიყავი ახალგაზრდა, გამოუცემელი სპეციალისტი, მაგრამ ისეთი კარგი ექთანი დავხვდა, ვისი ადგილზე დავიწყე მუშაობა, ყველაფერი თვალნათლებით ამანახა და ამიხსნა ეს მდგომარეობა. იყო ქალბატონი თამარ ორაგველიძე, ძვირფასი ქალბატონი, რომელმაც შემაყვარა და ამიხსნა ყველაფერი ბაღის მუშაობის პრინციპის. ეს არის მიღება, ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობა, პედიკულიოზე დაკვირვება, დაავადებებზე დაკვირვება, ყოველდღიური მენიუს შედგენა და მასზე ხელის მოწერა, სანიტარული მდგომარეობის დათვალიერება, ჯგუფების, სველი წერტილების, რის ნიადაგზეც ხდება ბავშვების სისუფთავე და ყველაფრის შემოწმება ექთნის მიერ. გეილა. 1993 წლიდან მოვედი პირველ საბავშვო ბაღში, რომელიც მდებარეობდა რუსთაველის ქუჩაზე. მოვიყვანე ბავშვი მოსაწყობად, შვილი ჩემი. მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ ბავშვებთან, მეთქი რაღაცნაირად ბავშვი რო შევიყვანე, შემომესიენ ბავშვები და ჩემი დედიკო მოვა. აი ასეთი რაღაცა მითხრეს ბავშვებმა. და მეორე დღეს მირეკავს ჩემ მამამ თილს დაურეკეს, რომ თუ შეგიძლიათ თქვენი რძალი მოიყვანოთ. და დავიწყე მუშაობა აღზრდელის თანაშემწედ. შვილო გზის ფული გააქვს დღეს რომ მიდიხარ? არა მაქვს მამა, ვეტყობი ასე და აიღებდა და კუპონობის დრო იყო. მამამ თილს ვართმევ ფულებს, გზის ფულებს მეთქი ვამბობ. ეხლა. ხო, წადი შენ, შედი ჯგუფში და მოვალ ეხლა. მე მეჯინისწყლიდან დავდივა, ხელვაჩაურის რაიონიდან. იქ ცხოვრობ.
იქედან დავდივარ და შეიძლებოდა რომ გადავსულიყავი მეჯინისწყლის ბაღში, მაგრამ მე არ მქონდა სურვილი. გონია საკუთარ სახლში მოვდივარ. 9 ნახევარზე აქ უნდა ვიყო, მე 8 საათი აქ ვარ. წინასწარ დავახვედრო ბავშვებს მოლაგებული, მოსუფთავებული ყველაფერი, ჯგუფი წესრიგში. თითოეულ ბავშვს უნდა შეხვდეს სიხარულით, სიყვარულით. ამდენი ხნის განმავლობაში პერერივი საერთოდ არ გამიკეთებია. ნოლ სამს ყავს 5 ბავშვი. 3 რომელი ჯგუფია? 0-ს ყავს 9 ბავშვი. ადრე კომბინატში მუშაობდი, ციტრუს კომბინატი რო იყო ფრუნზეზე, იქ მუშაობდი. მე მეორე სავატყოფოში დავიწყე მუშაობა, იქ დაიშალა სავატყოფო და მე წამოვედი აქეთ. შობათელდება სიტყვა სიკეთე დაგვემედება. მუშაობდი აფხაზური ენა ლიტერატურას ვასწავლიდი აფხაზეთში. სკოლაში მუშაობდი 16 წელი მე აფხაზეთში. აქ ნათესავი ვიყავდა მამაჩემს. გამოუთხოვდი 91 წელს. 91 წლიდან დავიწყე ბაღში მუშაობა. რუსული ჯგუფი ხო დაიხურა, ქართულ ჯგუფში დავრჩი. აფხაზეთში წელიწადში ერთხელ ჩავდიოდი მე აქედან. არდედეგები ხო იყო, ჩავედი აფხაზეთში. უკვე შემეშინდა და დავჯექი ავტობუსი და წამოვედი ბათუმში. ომის დროს ზუსტად მაგ მოვხვდი მე. ომის დროს მე მყავდა სახლში ყოცისული ვიყავით. იქიდან ტოლვილა ჩამოსული. ყველას უვლიდი. მე ერთი წელი დარჩენ წელნახევარი და მე გედევედი აფხაზეთში და უთხარი, მე მომყავს ეგენი. ხელი არ უნდა მოკიდოთ ვინმე და თვითონ მე შეუყვანე თითო 3 ოჯახი. ყველანაირად განადგურებული აფხაზეთში. არაფერი აღარა. სახლები დგას ტყე, ოჩამჩირეს რაიონში არაფერი არა, სოხუმია მარტო, ოჩამჩირეში. ჩემი სახლი დარჩა. უნდა თქვა დიდი მადლობა საქართველოში ხომ მოვხდი და მე სამსახური ხომ მანახეს და მამუშავეს მადლობელი ვარ. მე აფხაზეთში გადავდივარ, მყავს ბევრი ბავშვები მე გაზრდილი და დიდი მადლობას მიხდიან დღიდან. იქეთ აფხაზეთში, ბედიის სკოლაში. სიგელები მაქვს ბევრი, მაქედან მოტანილი სახლში მაქვს. ჩემი ბავშვობის დროინდელი ეს მოზაიკა. მოზაიკა, საწყობი მოზაიკა, ძალიან ძველი. ეს შალაშინი. მინიატურული შალაშინი. ბავშვები თამაშობდნენ ამით. სანიშნავია, დააკვირდით, რომ იყო ხის. არც ერთი არ იყო პლასმასი და ეკოლოგიურად სუფთა იყო ყველაფერი, აბსოლუტურად. ყველაფერი. ფანქრების ჩასადებიც კი ხის იყო. სხვათა შორის ახლა უბრუნდებით ამ ტრადიციას და შემოდის ძირითადად ხის სათამაშოები, რაც უსაფრთხოა ბავშვისთვის. რამდენი ბავშვი შეხებია და რამდენი სიცოცხლეს ხელში იყო ეს მეტარა კუბიკები. დიდ ისტორიას ინახავს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ავედი ჯგუფებში. ესეც საინტერესოა. ყველა ჯგუფის ვერ შევინახეთ და არ შემოგჩა, მაგრამ რამდენიმე ჯგუფმა მოახერხა რომ შემოენახე ეს ძველი სათამაშოები და როდესაც დიდი ფართი გვექნება, ჩემი ოცნება თუ რო გვეღირსება ტიპიური შენობა, ერთი პატარა ოთახი პირველი ბაღის სახელზე მუზეუმის სახით გაკეთდეს და ამ ოთახში მოვაწყო ამ ძველი ინვენტარით და ძველი სათამაშოებით თვალსაჩინოება. ძალიან მეხმარება ჩემი ქმარი. მხატვარია. თოვლის ბაბუა კედელზე და მეხატავს კარგად. ანბანი, აი, ზეიმები ხო გვაქვს და ღონისძიებაზე ხმარს ვახატიებ და დიდი მადლობას ვხდიან. არ ეზარება არაფერი. კომბლე დახატა. კომბლე ხომ აქვს ზღაპარი, მაშინ ვიყენებ. ნიღბები მისი დაგაკეთებულია. ხილი მისი დახატულია, მისი ამოჭრილია ყველაფერი. აგერ
ეგენით. ეტყვი და თელი ღამე შეუძლია დახატოს და ძილას მე წამევიღო. ამ ფერი შრომელი ადამიანი მყავს გვერდზე. ალილო შობა გებება ახალი წლის სიხარულს რა შედრება სიტბოდა სიკეთე დაგვებედება დაგეხმარო ემილი ვის დავეხმარო ბარბარე დაგეხმარო მიცება დაიჭირე მაგ იქით ხელში პური აბა მივირთვათ პურსაც უკბინედე მე მეჯინისწყლიდან დავდივა ხელვაჩაურის რაიონიდან იქ ვცხოვრობ იქედან დავდივარ და შეიძლებოდა რომ გადავსულიყავი მეჯინისწყლის ბაღში მაგრამ მე არ მქონდა სურვილი მე იმდენად მიყვარს ჩემი სამსახური იმდენად მიყვარს ჩემი კოლექტივი გონია საკუთარ სახლში მოვდივარ 9 ნახევარზე აქ უნდა ვიყო მე 8 საათი აქ ვარ წინასწარ დავახვედრო ბავშვებს მოლაგებული მოსუფთავებული ყველაფერი ჯგუფი წესრიგში თითოეულ ბავშვს უნდა შეხვდეს სიხარულით სიყვარულით ამდენი ხნის განმავლობაში პერიოდის საერთოდ არ გამიკეთებია ძველი ნაძვისხე თავისი მინიატურული ძველი სათამაშოებით ნახეთ რა ლამაზია ეს უკვე დაზიანებულია აი ეს სურათი ნახე რამხელა დარბაზი ქონდა რომ ამხელა ნაძვისხე დგას და ცხენით შემოდის თოვლის ბაბუა ახალ წელს გვილოცავს საჩუქრებით აქაც მე როგორც გამგიშვილი აგერ ვზივარ მარხილში აი აქ მე ვარ ესა და ჩემ გვერდით არის დოდო გელაძე და მედიკო ბოლქვაძე დიდი ნაწრავი ქონდა მედიკოს ასეთი და სიმპათიურები იყვნენ ორივე კაი გოგოები იყვნენ და აქეთ-იქეთ მეჯდნენ საბავშვო ბაღში ნახე დედა გაიხსენე შესათხარება კი როგორ არა გადასარევი თმები მქონდა და ბებია შემაჭრა თმები ბანტი მებნია პარცხალაძე დირექტორი ბაბუა ჩემის მეგობარი იყო და შვილი მისი გიზო პარცხალაძე მეგობრობდი მე ბრაჭებოდა მიყვარდა ჩაცმა მიკერავდი ბებია ჩემი კერავდა ცისანა ელიავა თავბერიძე გურამი სუხანი იყო გარაჩეულებრივად მაჭმევდნენ განსაკუთრებით მე ლექსებს ვამბობდი სათამაშოები იყო გადასარევით მე მამაჩემ მომიტანა სახლიდან მივქონდა სათამაშოები მამაჩემს თანამდებობა ჰქონდა იურისტი იყო ბევრი ხეები იყო მასალებელი იყო შტრამელი ბულვარში მასალებლებს დავყავდი მასალებლები მახსოვს სტალინის ქუჩა გადასარევად ბანტი მებნია იმდენად იყო ხელშეწყობა რასაკვირველია მთავრობის
რომ ეს ბაღი ზაფხულობით გადიოდა დასასვენებლად მთაში. და ახალდაბაში ძირითადად ქვიშხეთში, სურამში ერთხელ ასეთი გაყვანა მოხდა ანაპაში. აი რამ გადააწყვეტინათ ანაპა, იმიტომ რომ ექიმი ყავდა ჩვენ გვარი თუ არ მეშლება გონიკი იყო გვარად. გონიკი ის ქალი არის აქ სურათებში არის ის და ალბათ იმის ირჩევით და ბავშვები ეს წაგვიყვანეს ანაპაში. წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ რომ ეს პატარა ბავშვები ფაქტიურად გემით ბათუმიდან ჩაიყვანო ანაპაში. ანაპა არ იყო ისეთი პორტი, რომ გემში შესულიყო და რეისზე დადგა გემი და ჩვენ ბავშვები ნავებით ამ ნავში იჯდა აუცილებლად მასწავლებელი ორი, ერთი მეზღვაური იყო ისე კარგად მახსოვს და ის გვეუბნებოდა მეზღვაური რომ ზემოთ ვარსკვლავებს უყურეთო, ღამე იყო. გული რომ არ აგერიოთო, ზღვას არ უყუროთო, ზემოთ რუსულად გვეუბნებოდა смотрите наверху. На звезды და ასე უყურებდით ბავშვები და ასე ჩავედით ანაპაში. იყო სილიანი ნაპირი და ჩვენ ბათუმლებს ხარ გვინახავს სილიანი ნაპირი და ამ ქვიშამ და ამ სილამ ბავშვებზე დადებითად იმოქმედა, იმიტომ რომ როგორც მერე გამოირკვა, თურმე სამკურნალო სილა იყო იქ ანაპაში. ძვლები ბავშვებისთვის რახიტი და ამის საკურნალო. რა ვიცოდით თუ აგერ ურეკში ქონდა იმაზე 10 ჯერ უკეთესი სილა. მაგრამ მაშინ ხომ არ იყო ეს არა? ურეკი ვინ იცოდა რა იყო ურეკი? Ori 2003 წელს მოვედი დავიწყე მუშაობა ნომერ 1 საბავშვო ბაღში. დღემდე ვარ ბედნიერი რომ აი ამ საბავშვო ბაღში ვმუშაობ. ძალიან მიყვარს პატარები, მათთან ურთიერთობა. ვცდილობ ყოველ დღე დავნერგო შევიტანოს სახალისო აქტივობები, სადაც ჩვენ აღმზრდელებით ჩართულები ვართ. იქ ყველა წვრილი სენსორული შემეცნებითი განვითარება ძალიან ბევრი უნარები უვითარდებათ ბავშვებს და კმაყოფილი არიან იმითაც რომ აი ბავშვი ახლა ამ წუთას სიცხიანია და რაღაც მშობელს გავესაუბრე და იმდენად მასწავლებელო ყველა დღე ტირის ბავშვი რომ ბაღში მინდა წასვლა რა ვქნა რომ სიცხიანია ალბათ ჩვენგან არის ამ თბილი გარემოდან წასულები უხარიათ მეორე დღისთვის რომ მოვიდნენ საბავშვო ბაღში. მზუნվել და მოსიყვარულე მასწავლებელს. აი ასეთი წარწერით მომიტანეს და დამასაჩუქრეს მშობლებმა და ბავშვებმა. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი საჩუქარი და მართლა უმიზეზოდ არც ერთი დღე არ გამიცდენია. ძალიან შრომატევადი, ძალიან დამხლელია, მაგრამ ეს ძალიან დიდი ბედნიერება. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთგვარად გვჭირდება ყველა მხრიდან მხარდაჭერა. ეს არ არის სწორი. ჩაკეთე. აქეთ უფრო ბინძურია პლაჟი ბევრი. ეს თვითონ დამსუფთავებლებიც ძალიან კარგები არიან, ახლა ვინც მუშაობს, მაგრამ ჩვენც გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და თვეში ერთხელ მონაწილეობთ. ძირითადად ჩვენი მიზანი არის სუფთა რო იყოს გარემო. ეს პლასმასებია ძირითადი, რომელიც არ ნადგურდება მე სამყაროში თავისი პლასტიკატი. აი ეს მასალა რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია პლაჟზე. სანაპირო ზოლი ხშირად ესე როცა ცუდი ამინდია, ხან დროს ქარიშხალია, აი ზღვა აქამდე ამოდის ზევით და როცა მიდის, შემდეგ ისეთი რაღაცები გამოაქვს ზღვას.
პლასმასები გინდა პარკები თუ და ბავშვებს ვასწავლეთ როცა გამოყვავს რომ არ ავიზარდოთ ისეთები რომ არ უნდა დავანაგვიანოთ თორემ ეს ბუნება ჩვენ დაგვიბრუნებს ისევ ჩვენს სიავეს. მზე რა თქმა უნდა, მზე და მცენარეები. პირველი ბავშვებისთვის არის მზე და ჰაერი და მცენარეები. აი ბათუმი, ძველი ბათუმი რო გახვიდოდი, აღარაა ის ბათუმი, უკვე კორპუსებია აშენებული, სადაც გაიხედავ მაღალსართულიანი კორპუსებია გაშენებული. ეს დრო მოიტანა ალბათ, არ ვიცი. ბათუმი იმითაა მაინც მდიდარი, რომ ზღვა გვაქვს. ზღვის ჰაერი ქალაქს მაინც აწოდებს ჰაერს. აი მაღალმა შენობებმა დახურა კორპუსები. მე მაგალითად 9 სართულიანში ვცხოვრობ ხიმშიაშვილზე და წინ ისეთი კორპუსებია აშენებული, რომ მზე იშვიათად თუ შემოიხედავს. და მზე ვეღარ აღწევს იმდენად. აი გაიხედე იქით რა ამბავი. ადგილს ვერ ნახავ, რომ მაღალი შენობა არ იყოს კორპუსი აშენებული. შეზღუდულია ჰაერი, მზე აღარ არის. და ახალგაზრდებს სჭირდება მზე და ჰაერი. $1942 წელს ბაღი გადადის რუსთაველის ნომერ 17-ში არსებულ შენობაში, რომელშიც ცხოვრობდა ერთი პერიოდი ანტონ ჩეხოვი და ამჟამად იქ კაფე ბარი არის მოწყობილი. კედლები ჩვენია. აი ეს ასეთი სფერი კედელი მქონდა. ეს ორი ფანჯარა, ჩემი ჯგუფის ფანჯარა იყო. ჩვენი კედელი ისევ არის დარჩენილი ცისფერი. გადამდგარი პირდაპირ რუსთაველს უყურებდი, ძალიან სასიამოვნო იყო რუსთაველის ქუჩაზე. და სარდაფი მქონდა კიდე ძალიან კარგი. დიდი და შეშა მქონდა იქ დაწყობილი. ჩვენ ღუმელები მქონდა შეშის და იქვედო ჩავიდოდით დილას, ამოვიტანდით იმ შეშას, ავანთებდით ღუმელს და ძალიან სასიამოვნო სითბო მქონდა. Когда я приехала в детский сад, меня поразило, что этот детский сад, он такой маленький. Но хоть он был маленький, но он очень был уютный. Состав, в основном все воспитатели в этой 4 групп, они состояли из старого коллектива. Только одна была воспитательница молодая и я. А остальные 6 человек, это был старый костяк педагогов. Работали они дружно, помогали друг другу, советовали, особенно молодым педагогам. Старый состав, они всегда приходили на помощь, подсказывали, что и как делать, потому что опыта нет, а у них уже был большой опыт. Они рассказывали про наш детский сад. Очень интересно рассказывала моя первая смена, Софья Анастасьевна Игнатьяди, про одну воспитательницу, что она проработала чуть ли не с основания этого детского сада. Но знаешь, что звали ее Люба. И работала она всю свою жизнь, пока ее болезнь не сломила, и она, можно сказать, чуть ли не с детского сада увезли ее в больницу. Они начинали с ничего. И все те подделки сейчас, что пособия, которые предоставляет государство, им приходилось делать самим. А они этим делом занимались с большим удовольствием. Подсказывали, помогали. Самое главное, что это их была не зависть или какая-то, а именно дружба. И помочь друг другу, чтобы исполнилась какая-то их работа любимая. მუშაობა რო დავიწყე 1983 წლიდან, ეს სურათი დამხვდა ბაღში. დარბაზში იყო გამოკრული, მშვიდობის სურათია, მზე მშვიდობასთან და ასოცირდება. დარბაზი დიდი იყო, იმ პირობებში ყველაზე კარგი ბაღი იყო.
ძველი თანამშრომლები ბაღის, მუსიკის მასწავლებელი ლიანა შამელაშვილი, პედაგოგი თამარა ზაზულია, ესეც ახალგაზრდა პედაგოგი იყო მზია თოთიბაძე, გამგე სვეტლანა კვირკველია, ძიძა ესეც მასწავლებელი ციანა მუმლაძე, ეს დოდო ჩუბინიძე ეხლაც მუშაობს ძიძაჩვენი, ეს იყო ექთანი ორაგველიძე, ეს არის სოფა იგნატიადე, მასწავლებელი პედაგოგი. ახალშენიდან დადიოდა აქა, მუშაობდა პირველ ბაღში. ეს მე ვარ აგერ ბოლოში. ესეც გამოშვების ფოტოა. ამ სურათებს ვიღებდით ყოველთვის შენობის წინ, რადგანაც პირველი ბაღი ეწერა. დიდი ნაძვი იყო, ორი ნაძვის ხე იყო აქა წინ ეზოში. აი, ყველაფერი გაჭერეს რაღა ეს ნაძვის ხეა, დიდი შენობებია აღმართული. საბავშვო ბაღის შესასვლელი იყო აი აქ. აქედან შევდიოდი, ჭიშკარი იყო. ეს ორი ფანჯარა იყო ჩემი ჯგუფის, მე და დოდო მუშაობდით და ირინა ერთად. ჩვენ ამღდელები ვიყავით, ამღდელი თანაშემწე დოდო იყო ჩვენი და ეს სამი ფანჯარა თალიკო ჯგუფის იყო. და ძალიან ნათელი ოთახები იყო მზე. ერთსართულიანი სახლით გაეზოში და მზე ანათებდა ყველა მხრიდან. არა მგონია ახლა ნაღრამ ყველა სახლია. ეს ადგილი მაგალითად ბავშვებისთვის საუკეთესო იყო. бунებასთან უფრო ახლოს ვიყავით бунებასთან. Государство, руководство, оно очень мало снабжало разными пособиями и играми. Все это ложилось на плечи воспитателей. Вот эти физические упражнения на бульваре применяло. Но природу использовала для развития физических упражнений. Нам очень повезло, что наш детский сад находился рядом с бульваром. И мы, после занятий проводили очень много времени. Вот далеко у каждого был свой участок. На этом участке мы проводили игры, собирали шишки, делали из природных материалов разные подделки. Мы детям давали понятие горизонта, потому что появлялись кораблики, и дети с интересом большим наблюдали, как это все происходит. И шум моря, и бросание камней, собирание даже грибов. На бульваре были сосновые поляны, и там росли грибы. Дети с удовольствием эти грибы собирали, искали. Для них это был восторг. წელს ნომერ პირველი საბავშვო ბაღი გადავიდა ზურაბ გორგილაძის 25 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეორე სართულზე, სადაც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. გაერთიანების სამსახურმა გაგვართილა, რომ ტერიტორიულად გადმოვიდოდით გორგილაძის ქუჩაზე და აბსოლუტურად სარემონტო, მოუწესრიგებელი, ეს იყო ყოფილი მესამე საბავშვო ბაღი ქალაქის. ჩვენი ძალებით, რაც შეგვეძლო იმ რამდენიმე დღეში მოვაწესრიგეთ, რომ გადმოსულიყავით, რომ ბავშვები არ დარჩენილიყო გარეთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ბაღი იყოს ტიპიურ შენობაში, სტანდარტულ შენობაში. აუცილებელია ოთახი იყოს საძინებელი, უნდა იყოს ცალკე სამზარეულო ამ თითოეული ჯგუფისთვის, საპირფარეშო თითოეული ჯგუფისთვის. აქ არის საერთო სამზარეულო, საპირფარეშო საერთო და რა თქმა უნდა, საძინებელიც არ არის. თავარი სურვილი ჩვენი არის, რომ გქონდეს ახალი, სტანდარტული ტიპიური შენობა. აუცილებელი არის ეზო, რომელიც არ გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ეს არასტანდარტული ბაღია. თუმეტეს აქ რო გადმოვედით, ისეთი პირობები შეგვხვდა, რომ აქ არ იმუშავებოდა. ვიბრძოლეთ და ბაღს დავამსგავსეთ. თორე აქ ბაღი იყო და დაიხურა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მუშაობა. ეხლა იმედია, სულ პირდებიან პირველი ბაღის შენობას აშენდება ქალაქის ცენტრში და ალბათ მე თუ აღარ მომესწრება, ეღირსება ახალგაზრდებს. აწლოს ჩვენთვის მეტი არ ვისცალია, ვიძიდან დავიძი, ახო ხედავს სიზმარში, ღიარულო ღერით ცეკვავს საბავშვო ბაღში.
ახლა 25 ბავშვი აქ მოვლენ, 30 ბავშვი, ძალიან ცუდია ჩვენთვის მუშაობა. მცირე პატარა ოთახები გვაქვს და სულ ასე ფეხზე ვდგავარ. სულ ასე რამე არ დემართოს, ვინმე რამე არ დაგდგას, საღამოს ბავშვი ხო დედას ჩააბარებ, ლამაზად უნდა ჩააბარა. ამის ის მაქვს მე მეტი არაფერი. თოვლის ბაბუა, საახალწლო ზეიმია, ეს ჩემი მეორე სმენის მასალებელია, ახლა მუშაობს აქ მანანა ბაქრაძე. საჩუქრების სტომარაა, ბაბუას რო საჩუქრები მოაქვს, ჩვენი შეკერილია, ჩვენი გაკეთებული. ეხლაც გვაქვს. ძალიან ხშირად მე ჩემი აღზრდილები, ასე ვთქვათ, შემხედრია ვერჯებ. ერთი ბიჭი მყავდა, ბაჩო ერქვა, მახსოვს და ბულვარში შემხვდა, მიყურებდა, ცისფერთვალება მახსოვს და მიყურებდა და მეუბნებოდა. ძალიმას წერილო ვერ მიცანით, ვერა მეთქი და ბაჩო ვარო და უი როგორ არა გიცანი მეთქი. მითხრა თბილისში გადავედითო და რომ მიცოდეთ როგორ მახსოვს თქვენი წაკითხული და მოყოლილი ზღაპრები. რომელი ზღაპარი გახსოვს მეთქი და მებადური შვილიო. დაქექილი წიგნი მქონდა ძველი, იაკობ გოგებაშვილის ძველი პირველი დედაენა შავ თეთრზე გადაღებული და იქ იყო უკან სულ ქართული ხალხური ზღაპრები და რატომღაც ვარჩევდი მინდოდა რომ ქართული ხალხური წამეკითხა ყოველთვის და ძალიან მახსოვს რომ მე მგონი არ დამავიწყდება ეს ზღაპარია და რატომ ვარ ახლა ბაღში? მე შემიძლია ბაღში მოვიდე და თელი დღე რო გავატარო. ბავშვებთან კარგად ვარ. სახლში დავждები და მე ძალიან გამიჭირდება, ჩემები აქეთ ხომ არ მყავს. მე ამით ცოცხლობ მე ბავშვები. შვიდის ნახალოთ ეთახ აშუქშიც გილოცა დამდეგ ახალ წელს. ამაგვიტანევით გაგვახარე, გახსენ ხუჭი მეძნიერება, მაგრამ იტევას გამოგვაყარა. 25 დეკემბერსა, დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ბეთლემსა ალილო, ალილო, ალილო
2007 წლიდან მე დავიწყე მუშაობა, მიყვარს ძალიან ჩემი საქმე და ვცდილობ შევინარჩუნო ის ტრადიციები, რაც ამბავს გონდა. გარე სივრცეში აქტივობები, გარე სივრცეში აღზრდის პროცესის გაგრძელება და მინიმალური დრო შენობაში დაყოფა. Adriana, gasfordi,